საღამო მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ? კვლავ და კვლავ საუბრობთ იმ თემებზე, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანია. ეს თემები არის, როგორც თქვენ ხედავთ, სექსი, ორგაზმი და კომპლექსები. ქაბატონი სოფიკო ჩიქოვანი პასუხობს ასეთ რამეს, როდესაც მე გავუგზავნე ვიდეო, სადაც ის შეძლებდა იმის განხილვას და გამორკვევას, თუ რატომ დავწერე ერთ-ერთი კომენტარი ჩემს პოსტზე. საჯაროდ განსახილველი არაა ეს თემა, სექსი, ორგაზმი და კომპლექსი. თან შენ საუბრობდი რელიგიაზე. ამის მერე მაგ თემა არის სიბინძურე. კომპლექსი არაფერ შუაშია. როგორც ტუალეტში რას შვები არ საუბრობ, საჯაროდ ისე არ უნდა ისაუბრო მაგ თემაზე საჯაროდ. წერს სოფიკო ჩიქოვანი. სოფო, საინტერესო რა არის, იცი? ისეთ საკრალურ საკითხს, როგორიც არის კაცობრიობის თესლის ჩანერგვა და გამრავლება, ხო? ამ საკითხს შენ უწოდებ სიბინძურეს. მე უბრალოდ კითხვა მიჩნდება, ვინ ჩაგინერგა ეგ თავში, რომ ეს არის სიბინძურე. სად ისწავლე? მე მაგალითად პირადად მე არც სკოლაში არ მისწავლია, რომ ეს სიბინძურია. არც ეკლესიაში არ მისწავლია, რომ ეს სიბინძურია და არცად არ მისწავლია, არც სკოლაში, არც ბაღში, არც გერმანიაში. მაინტერესებს, საიდან ჩაგენერგათ ეს თავში, რომ ეს არის სიბინძურე. რომ ადამიანი ადამიანთან ფიზიკურ კონტაქტს ამყარებს, შემდეგ ამის ნიადაგზე წარმოიქმნება სიცოცხლე, გარდა ამისა, რომ სიცოცხლე წარმოიქმნება ორგანიზმის განთავისუფლება, გამოთავისუფლდება დაძაბულობა ორგანიზმიდან. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი მიაღწევს ორგაზმს და არა ვითომ ორგაზმს რო აღწევს და რო თამაშობს მე რაღაცას და ასე შემდეგ. მაგ დროს რა თქმა უნდა არ გამოიყოფა. ეგ მართლა სიბინძურია, მაგაში გეთანხმები. ადამიანი, რომელიც თამაშობს ვითომ ქონდა ორგაზმი რა, ესეთი ქალები ძალიან ხშირად არიან სამწუხაროდ. მე არ ვიცი რატო ფიქრობენ ასე, რომ ესე უნდა ითამაშონ მამაკაცთან. რა თქმა უნდა, ამით ძალიან დიდ თავის თავსაც ატყუებენ და მამაკაცსაც ატყუებენ. არეულობაში და გაუგებრობაში შეყავთ მამაკაცი. ახლა ქვეცნობიერად მამაკაცი იმას მაინც გრძნობს, შენ გქონდა თუ არა მართლა ორგაზმი და შენ თუ იმას თამაშობ, რომ შენ ორგაზმი გქონდა, როცა არ გქონდა მაშინ, მამაკაცი ამ შემთხვევაში დაბნეულობაშია, ხვდებით? თქვენთან მიმართებაში. და აი ამ საკითხს რატო უნდა ვუწოდოთ სიბინძურე, ან რატო არ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი საჯაროდ. ამაში რა არის, ან სიბინძურე, ან ცუდი, ან საშიში. არც ის არის საშიში, რას ვაკეთებთ ყოველდღიურად უნიტაზზე, ამაზე თუ საჭირო გახდა მსჯელობა ვისაუბროთ. ეხლა მართლა გეუბნებით, ალბათ მაგაზეც საჭირო არის მსჯელობა. კაცობრიობის საქართველოს 99% ბუასილით არის დაავადებული. და თუ გინდა მაგაზეც ვისაუბროთ, გულები რო არ გაგისკდეთ, მაგაზეც ვისაუბროთ, რატო ხდება ეს და რის ნიადაგზე წარმოიშობა ბუასილი და რას ნიშნავს ეზოთერულად, რას ნიშნავს ანთროპოსოფიულად და ასე შემდეგ. მედიცინის ენაზე თუ გინდათ. მაგრამ ალბათ მაგის საჭიროება ჯერჯერობით არ მოსულა. ბუასილი სხვათა შორის, მე თუ მკითხავ, წარმოიშობა სწორედ აი ასეთი დაზიანებული ფიქრებისგან, როგორიც არის, როდესაც შენ ორგაზმი არ გაქვს და თამაშობ ორგაზმს. როდესაც არ გაქვს ბედნიერება და თამაშობ ბედნიერი ადამიანის როლს, ბედნიერი ადამიანის სახე რო გაქვს ვითომ. როდესაც ადამიანი ვერ გამოთქვავს თავის განსაცდელებს, ვერავის ვერ უყვება, ფსიქოლოგთან წახვალ ოთოს ძვირი დაგიჯდება, მეგობართან მიხვალ ესეთ საკითხები აღარ არის დრო მაგის, რომ მეგობარმა მოგისმინოს ასეთ საკითხებზე.
მეზობელს ვერ დაელაპარაკები, დედას ვერ დაელაპარაკები, მამას ვერ დაელაპარაკები, ქმარს ვერ დაელაპარაკები და მოკლედ გასკდა ადამიანი და გამოაჯდა ეს ბუასილი. ანუ კავშირშია რა ეს ყველაფერი, მაგრამ საქმე იმაშია რომ მე მაინტერესებს თქვენი ნამდვილი სად გაიგეთ, სად წაიკითხეთ რომ ეს არის სიბინძურე. სექსზე, ორგაზმზე საუბარი, რომ სიბინძურია, სად წაიკითხეთ, სად ისწავლეთ, ვინ გითხრათ. მე მართლა მაინტერესებს ამას, მართლა გეკითხებით თქვენ რა. იმიტომ რომ მართლა რო ავიღოთ ესე რომ ჩემ ცხოვრებას რო გადავხედო, არსად არ მისწავლია, არსად არ წამიკითხავს და არსად არ მომისმენია, რომ სექსი არის სიბინძურე, გარდა ადამიანებისა, რომლებიც იძახიან, რომ სექსზე საუბარი სიბინძურია. არც ქრისტეს არ უთქვამს ამაზე რამე, რომ სიბინძურია ეს ცოლქმრობის საკითხი. არც ის არ უთქვამს, რომ სექსზე საუბარი სიბინძურია. ერთადერთი თქვა ქრისტემ, როდესაც შენ ცოლთან ან ქმართან წევხარ და სხვაზე ფიქრობ, უკვე მრუშობა. ეს თქვა, მაგრამ სიბინძური არ უხსენებია ადამიანს, კაცო. საიდან მოიტანეთ, მე მაინტერესებს რა. ან რატომ გეშინიათ ამაზე საუბარი? მე გეტყვით, საიდანაც და როგორ მოვიდა ეს და რატომ გეშინიათ ამაზე საუბარი. კომუნისტების ერთ-ერთი მეთოდი, აღზრდელობითი მეთოდი იყო ადამიანისთვის მოეკვეთათ ყოველგვარი თავისუფლება, რაც კი ადამიანს ჰქონდა ენერგეტიკულ ველებში. ენერგეტიკული ველები ადამიანს 7 გვარი აქვს, დაჟე 7-ზე მეტი, მაგრამ ფიზიკურ ველში 7 გვარი აქვს. ეს არის საკრალური ენერგეტიკული ველი. სწორედ ამ საკრალურ ენერგეტიკულ ველზე საუბრობთ ახლა ჩვენ. საკრალური ენერგეტიკული ველი არის მოთავსებული სწორედ საშველოსნოსა და სასქესო ორგანოების ველში. ეს განსაკურნი არის ჯერ კიდევ ოდითგანვე, როდესაც შუა საუკუნეებში და უფრო ადრე კიდე ქრისტეს მერე უკვე რო შემოვიდა ვითომ ქრისტიანობა და რო წვავდნენ მეცნიერებს და განათლებულ პირებს, რომლებსაც ჯადოქრებად რაცხავდნენ რა და ამ ნასწავლ გაცნობიერებულ ადამიანებს რო წვავდნენ და კლავდნენ, ეს მოდის ჯერ კიდევ იქიდან. ვისაც საკრალური ენერგეტიკული ველი განკურნებული ჰქონდა, მას ჰქონდა მაღალი ცნობიერება. და როდესაც მაღალი ცნობიერების წარმომადგენელი ქალები თავის ენერგეტიკულ ველს საზოგადოებაში ისე გამოიყენებდნენ, ისე მიმართავდნენ, როგორც საჭირო იყო, კაცების ფსიქიკა იყო დაჯაბნილი, რადგან ეშინოდათ მათ, რომ ქალებს არ წაერთმიათ ეს ძალაუფლება. ამიტომ ადგნენ ეს კაცები, მოირგეს თავის თავზე ქრისტე, კონსტანტინე დიდის ჩათვლით და ყველანი გაწყვიტეს, ვინც კი ქალი იყო, რომელიც აზროვნებდა, რომელსაც ჰქონდა ცოდნა, როგორც ფარმაციის, ისე ეზოთერული, ისე გნოსტიკური, ისე სიტყვიერი, ესენური. ყველანი გაწყვიტეს და აქედან მოდის უკვე ქალის ეს შიში, რომ თუ კი შენ გამოავლენ ქალურ სექსუალურობას, შენ მოკლავენ. ამიტომ უამრავ ადამიანს ქალბატონს ეს ეშინია. და კომუნისტებმა შემდეგ, როდესაც ეს საკითხი ისევ თემატური იყო, გადაწყვიტეს, რომ ამ საკითხზე საერთოდ მოეკვეთათ როგორც ქალებისთვის საზოგადოებაში, სკოლებში და ისევე რელიგიებში ამ თემაზე საუბარი და დაარქვეს ასე, რომ ეს არის სიბინძურე. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მაგალითი ადამიანი მონადო ჩამოყალიბებული იყო, არის გამოიგონა ჯარი, სადაც გაუშვა დედისგან შობილი ახალგაზრდა შვილები, პირდაპირ მნიშვნელობით ქამრები, როდესაც მოუჭირა, როდესაც ჯარში მიდიხარ, ქამარს გიჭერენ პირდაპირ მზის წნულით ქვემოთ ენერგეტიკულ ველზე, რომ ის შენი მეუბა არ იყოს და დაჯაბნილი იყოს. პირდაპირ გკრავენ და ამას ახლა რა თქმა უნდა ბევრი არ იცნობს, რომ რატო აკეთებენ ამას, ქამარი რატო უნდა იყოს მოჭერილი ჯარისკაცზე, იმიტომ რომ შენი მეუბა არ გამოავლინო. თუ კი შენ მეუბას გამოავლენ, ბიჭო, არ ეთქვი, შენ გიჟი ხო არა ხარ, სად მიშვებს სასაკლაოზე, რის მიწაზე ან რის თამაშის გულისთვის, ვინ ვის აუჯანყდება და ვინ ვის დღეს
ვინ ვის რა ქვია მაგას ვერ შეუთანხმდება, მე უნდა ვიბრძოლო იმის გამო? აი ამ მეს კარგავენ ამ დროს, როდესაც მიდიხარ ჯარში, სხვა გზა არ აქვს, შენი მე უნდა დატოვო სახლში. და ჯარში შენი მე არავის არ ჭირდება. ისევე როგორც ქალებში არავის არ ჭირდება შენი საკრალური ჩაკრის განკურნება. საკრალური ჩაკრა არის საკრალური ენერგეტიკული ველი. აი სექსი და ორგაზმი სადაც ხდება. და სექსი და ორგაზმი პირდაპირ მნიშვნელობით მე-7 ჩაკრასთან გაკავშირებს, რამდენადაც ხშირი სექსი და ორგაზმი გაქვს, იმდენად ხშირია შენი ამ ფიზიკური ველიდან გასვლა. ანუ გასულებს რო ეძახიან, ხო იცი? გასულებს რო ეძახიან, ვისაც ხშირი ორგაზმი აქვს და ორგაზმთან არა აქვს, ესე იგი, ან ორგაზმის შიში არ აქვს, ან ორგაზმთან პრობლემა არ აქვს, ან ორგაზმის განცდის პრობლემა არ აქვს, ის ხშირად განიცდის ღმერთთან კავშირს, ანუ გასულობას. ის ასტრალურ ველთან ხშირად კავშირშია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კომუნისტებს არ აწყობდათ ის, რომ შენ ასტრალურ ველში გასულიყავი და ხშირი კავშირი ჰქონდა და ცნობიერი სამყაროს გამრავალფეროვნება რა შეაწყობდათ ახლა იმას ხომ მონები სჭირდებოდათ, მუშა ხალხი და აგერ დააყენებდნენ მუშებს, ჯარისკაცებს, ზოგს ომში დახოცავდნენ, ესენი ყველაფერი არის მსხვერპლშეწირვის ერთ-ერთი მეთოდებია, ახალი მოდერნიზებული მეთოდები. ესმით და დააყენებდნენ იქ სისხლის ხრაზე ჯარისკაცებს, დედის შობილა ბიჭებს და დედის მუცლიდან გამოსულ შვილებს, მუცლიდან კი არა და კიდევ გეტყვით, რომ საშოდან გამოსულ შვილებს და ქალებს დააყენებდნენ მონებად, არეცხინებდნენ და აი ეს იყო მათი მეთოდი. კომუნისტები, რომლებიც ძალიან კარგად ცნობდნენ, როგორც სტალინი, ისე მისი დროინდელი ყველა მნიშვნელოვანი პირი, კარგად იცნობდა ეზოთერიკას, კარგად იცნობდნენ ენერგეტიკულ ველებს, კარგად იცნობდნენ ფსიქოლოგიას და ძალიან კარგად შეეძლოთ ადამიანების მანიპულირება და ასე შემდეგ. უმალავდნენ, რა თქმა უნდა, საკრალურ თემებს და ამას მხოლოდ მაღალი ელიტა საზოგადოება სწავლობდა. მაგრამ ახლა მეგობრებო, პირდაპირ მნიშვნელობით გაწვდით ამ ინფორმაციას და თქვენ კიდე გეშინიათ და ამბობთ, ფუ, ეგრა თემაა და ჯერ რელიგიურ თემებზე საუბრობდი და ეხლა ამ საკითხებზე სიბინძურეა. სიბინძურე კი არა, პირდაპირ მნიშვნელობით ამ საკითხში მოგვარებული თუ არ ხარ, შენ ვერანაირ რელიგიას ვერ გაიგებ, რას გეუბნება ქრისტე. ქრისტე რას გესაუბრება ვერ გაიგებ, იმიტომ რომ საკრალური ენერგეტიკული ველი არ გაქვს ჯერ გაწმენდილი და გასუფთავებული და დალაგებული და მოვლილი. არ გაქვს, იმიტომ არ გაქვს, რომ შენ გეშინია ჯერ კიდევ ამას სიბინძურეს უწოდებ, გესმით? სიბინძურეს უწოდებ იმ პორტალს, საიდანაც სიცოცხლე იბადება, რომელსაც ადრე ღმერთებს უწოდებდნენ ქალებს, ხალხო, თქვენ წარმოგიდგენიათ რა დონეზე დაგიყვანეთ, რომ დაგიყვანეს, არ ვიცი ვინებმა დემონურმა სამყარომ, რომ სექსი და ორგაზმი სიბინძურეს მიაწერით, რომლისგანაც წარმოიქმნება სიცოცხლე, ხალხო, თქვენ უბრალოდ უნდა, არ ვიცი რა, დაფიქრდით კარგად, რას ლაპარაკობთ რა? პირველი ენერგეტიკული ველია, საიდანაც ფიზიკური ველი წარმოიშობა. საიდანაც ფიზიკურობა წარმოიშობა და სულს აქვს იმის საშუალება, რომ ჩავიდეს სხეულში. თქვენ აი ახლა უნდა შემოგხედოთ რა, თქვენ აზრზე ხართ რას ამბობთ, როდესაც თქვენ უბრალოდ რომ დაფიქრდეთ იმაზე, რომ რა არის დაბადება, ხო? საიდან ჩადის სული ჯერ შენ სხეულში, ჯერ აი უბრალოდ რომ დაფიქრდეთ რა არის ორგაზმი. აი ორგაზმის დროს, მეგობრებო რა, რატო გაშინებთ ესე ძალიან ეს სიტყვა რა? თქვენ დაკვირვებულ ხართ თუ ვინმეს ორგაზმი განგიცდიათ, ამ დროს ორგანიზმი რას განიცდის? ორიგანი ზმი რას განიცდის? ორგანს განიცდი, ორგანს. ორიგანი გაქვს, ფიზიკური და ასტრალური. აი ეს ორიგანი ერთმანეთთან კავშირდება, არა მხოლოდ მამაკაცი და დედაკაცი რო კავშირდება ერთმანეთთან, არამედ ორიგანი კავშირდება ერთმანეთთან, ხალხო. და თქვენ თუ ამას სიბინძურეს უწოდებთ, არ ვიცი როგორ აგიხსნათ რა, თქვენ თუ ჯერ კიდე ამას სიბინძურეს უწოდებთ, თქვენ ვერასდროს ვერ იხილავთ ქრისტეს. არ იცით რა არის მაშინ ქრისტე. და პირდაპირ მნიშვნელობით ორგაზმი და სექსი კავშირშია ქრისტესთან. ფუ,
ქრისტეს არ ყავდა ცოლი. აი, სანამ კაცობრიობა არ განიკურნება ამ საკითხში, მანამდე ვერ იხილავს ქრისტეს. ვერ იხილავს ქრისტეს, უნდა განიკურნო. არ უნდა გეშინოდეს და სიბინძურე არ უნდა უწოდო ამას. ეს არის ღვთისგან, რაც ღვთისგან შეიქმნა ის სიბინძურე, როგორ შეიძლება იყოს ხალხო? და საერთოდაც სიტყვებზე არ იყოს, რომ ამბობთ, რომ სიტყვებიო, ის არის ბინძურიო და სიტყვაო, ბილწიაო. სიტყვა პირველად იყო სიტყვა და ყოველი რაც შეიქმნა სიტყვიდან წარმოიშვა და შენ მეუბნები რომ სიტყვა ბილწია? არც ერთი სიტყვა არ არის ბილწი ხალხო. ყველა სიტყვა წარმოშობილია სულიწმინდისგან. არც ერთი სიტყვა ბილწი არ არის. არც მოტყნულობა და არც როგორ გითხრათ ეს ჩამოგითვალეთ უკვე ყველა სიტყვა. სიტყვა არის სიტყვა. არავით ის ადამიანმა და ესე დააყირავა და იქ ჩაიყვანა სიბილწეში, თორე აბა ხა ადამი და ევა რო შიშრები დადიოდნენ თუნდაც 60-ში და არ ცხენოდათ ერთმანეთი, ბილწი სიტყვის რამე გაეგებოდათ? ანუ ბილწი სიტყვა არ არსებობს ხალხო. ჩვენ გავაბილწეთ ყველაფერი, ჩვენ გავაფუჭეთ ყველაფერი, ჩვენ გავაბინძურეთ ყველაფერი, თორე სად შენ სანამ იმას ფიქრობ რომ სექსი სიბინძურია, შენ ქმართან ბედნიერი როგორ უნდა იყო ხალხო? ან შენ სანამ იმას ფიქრობ რომ ქრისტე ამის უფლებას არ გვაძლევს, შენ ქმართან როგორ უნდა იყო ბედნიერი? ან ქმარო ცოლთან როგორ უნდა იყო ბედნიერი? სანამ სიტყვიერად შენ ამას ბინძურს უწოდებ და ფულს უწოდებ, როგორ შეიძლება ეს ხალხო თქვენ ძალიან ცოდავთ ამით რა? მართლა აი პირდაპირ მნიშვნელობით სიბინძურეში დაბადებული კაცობრიობა ხართ რა. თქვენ თუ ამას უწოდებთ სიბინძურეს. ბინძურები ხართ. აბა მეტი რაღა გითხრათ სიბინძურეთი შეიქმენით და თქვენ თავებს ესე უწოდებთ რომ ბინძურია ეს საკითხი და თუ შენ ამას ბინძურს უწოდებ, მაშინ ბინძური ხარ. მე ვამბობ რომ ეს არის წმინდაზე წმინდა. ეს ორი შერწყმა ერთმანეთთან არის უწმინდესი. რაც კი ამ სამყაროში გაჩენილა, ფიზიკურ სამყაროში გაჩენილა. ამის გარეშე ცხოვრების დაბადება არ არსებობს. და შენ ამას უწოდებ ბინძურს, მე უწოდებ წმინდას. მე ვარ წმინდად გაჩენილი ვარ რა. როგორც უწოდებ ისია. შენ თუ გინდა უწოდებ ბინძური. მაშინ ხარ ბინძური. ბინძური აზრები იგიტრიალებს. სიბინძურეში ხარ, ვერ ამოხვალ მანდედან ვერასდროს. შენ თუ სიტყვით არ გამოასწორებ ამ საკითხს. შენ თუ სიტყვაშივე არ გამოასწორებ ამ საკითხს. ილია ჩემო სიხარულო როგორ ჭკვიანი ხარ სიყვარულო. მადლობა ილია. იცი რა არის, მადლობა ჭიაბერ ასევე. ფაიზახს ამბობო, იცი რა არის მეგობრებო, რა არის იცით, აი არ ვიცი რა როგორ აგიხსნათ. ძალიან რთულია დაზიანებულ სამყაროში. სიტყვა არა, რთული არაფერი არ არის, მართალი გითხრათ, რთული რა არის, იტყვი და ან გაიგებს ადამიანი, ან არ გაიგებს. თუ ადამიანს გაგება არ სურს, აი ვერ გააკებინებ და თუ ადამიანი ცდილობს რომ ღმერთი იხილოს, ხო? აუცილებლად გაიგებს რა არის ეს. აი გაიგებს რასაც ვლაპარაკობ ახლა რა. პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, როდესაც ქალებს ჰქონდათ ძალა უფლებები, მათ პირველი საკრალური ჩაკრა, ენერგეტიკული ველი, ანუ თავიანთი ძალა უფლება, რაც აქვს ქალს, ეს არის ქალის ძალა უფლება. განკურნებული ჰქონდათ, არ ჰქონდათ იმის პრობლემა, რომ არ შეიძლება და სიბინძურე მაქვს აქ დაბლა. როგორ შეიძლება თუ მე ვიფიქრებ, რომ სიბინძურე მაქვს, სიბინძურე დაგროვდება იქ, აბა რა იქნება, კაცო? რანაირად ფიქრობთ, ხალხო?
ეს თუ ბინძურია, ეს თუ ბინძურია, აბა წმინდა რა არის შენს ორგანიზმში მითხარით რა? რომელიმე ორგანო მაჩვენეთ, რომელიც წმინდა. ეს თუ ბინძურია, საიდანაც კაცი გამოდის, საიდანაც ადამიანი იბადება, სიცოცხლე იბადება. მითხარით, აი თქვენი რომელი ორგანო არის ამაზე უფრო სუფთა. დამისახელეთ ორგანო რა, რომელიც საშვილოსნოზე უფრო სუფთა ორგანოა, ან ფალოსზე უფრო სუფთა ორგანოა. დამისახელეთ. თქვენ თუ დამისახელებთ ორგანოს, რომელიც უფრო სუფთაა ფალოსზე ან საშვილოსნოზე, ხო? მაშინ მე ტაშს დაგიკრავთ. არც ერთი ორგანო ამაზე სუფთა არ აგვაქვს ჩვენ კაცობრიობას რო იცოდეთ რა. ყველაზე სუფთა არის ფალოსი და საშვილოსნო. არც ცხიმები გროვდება შიგნით, არც რამე ჯანდაბა და ოხრობები. ერთადერთი შესაძლებელია, რომ ვირუსი შეეყაროს ადამიანს, რომელიც ეს არის ხელოვნურად გამოგონებული. ყველა ვირუსი ხელოვნურად გამოგონებულია იმისათვის, რომ აი ესე გაწოდებინოთ ადამიანს სიბინძურე. ყველა ვირუსი ხელოვნურად გამოგონებულია და ყველა ვირუსი არის პარაზიტი. ვირუსებს რო უწოდებენ, ეს არის პარაზიტები. რომელიც აგეკიდება და როგორც უბრძანებ, ისე განგეკიდება. გესმის? როგორც უბრძანებ, ისე დაგტოვებს. როგორც შეგეშინდება, ისე შეგჭამს. და შემდეგ ამას დაარქმევენ სიმსივნებს ან რაღაც სხვა დაავადებებს და შემდეგ დაგიწერენ, გამოგიწერენ წამლებს, უამრავი ფარმაციული საშუალება აქვს, როგორც ვირუსი გამოიგონეს, იმის საწინააღმდეგოც კიდე ბევრი გამოიგონეს და მერე იმას მიიღებს და იმას თუ მოარჩენს სხვა რამეს დააზიანებს და ასე წავიდა მაგათი აღმზეობის საკითხი. შენ ფულს იხდი რა. იმათ რა ენახლებათ. შენი ჯანმრთელობა, სულ შენ ჯანმრთელობაზე ფიქრობენ და სულ მაგისთვის გამოიგონეს ფარმაცია. კომუნისტების დროს რომ მთლიანად მცენარეულობა დაწამლეს და ვერტალიოტებით დაასხეს შხამები ტყეში, რომ ხალხს დავიწყებოდა ის მცენარეულობა, რითიც მკურნალობდა ხალხური მცენარეულობით, ხალხური რაც იყო მთლიანად გაანადგურეს, მოკლეს და დაწვეს წერილები, ვისაც რა ჩანაწერი ჰქონდა ხალხური სამკურნალო წერილები. რატო? იმიტომ რომ ფარმაცია შემოეტანენ და აგერ კი გაზიან და იმაში აფთიაქში ვერ შეხვალ რომ რიგი არიდგეს. სად იყო რიგი? სად იყო აფთიაქი? სად ჰქონდა საერთოდ აფთიაქები და რითი ვკურნალობდით? როცა აფთიაქები არ იყო, ჯანმრთელები როგორ ვიყავით? ხო? დაგავიწყეს ყველაფერი, დაგავიწყეს ადამიანს თავის განკურნება თავად შეუძლია. ბავშვი რო ცუდად ხდება, იმას იმუნის სისტემის გაძლიერების მაგივრად, რომ თვითონ მოერიოს ორგანიზმს, მირბიან და ანტიბიოტიკებს ასმევენ. ხალხო, კატასტროფა, ვტირი ვარ, არ შემიძლია, ვერ ვიტანა ასეთ სიბნელეს. ბავშვმა რომ თავისით უნდა მოერჟა, აგერ ჩემ ბავშვს გრანდების ანთება ქონდა და თავისით მოერია. ერთი ჩაი დავალივენ, ზალბიას ჩაი დავალივენ და თავისით მოერია, განიკურნა. ხალხო, როდესაც ბავშვს 38 სიცხე აქვს, იმას წამლებს ასმევენ, წარმოგიდგენიათ, რომ 40 ასულ სიცხეს უძლებს ბავშვის ორგანიზმი და თვითონ უნდა ებრძოლოს, რომ გაიზარდოს ჯანმრთელი და ჯანსაღი, რომ სულ წამლებზე არ იყოს დამოკიდებული მაგის დედავატირე, რაღა წამლები, აგერ კოკაკოლათი და ენერჯი დრინკებით ჭყიპავენ ბავშვებს. ბავშვები მეწოდებიან რა. ესეთი ბნელ სამყაროში ბავშვები მეწოდებიან. და სიბინძურეო, აგერ კიდე ბავშვი გამოდის, ბიჭო, აქედან გამოდის ბავშვი, სიბინძურია ეს. სექსი და ორგაზმი რო არ ქონდეს, ამიტომ არის ეს ბავშვები ორგაზმს რო არ განიცდის ქალი, იმდენად დასტრესილია, იმდენად დაძაბულია მისი ორგანიზმი, რომ მის ორგანიზმში რა ჯანმრთელი სიცოცხლე უნდა ჩამოყალიბდეს, აქედან გამომდინარეობს მთელი ეს სტრესი და აქედან იწყება მთელი უბედურებები, რომ ბავშვი მერე არანორმალური ჩნდება.
უკვე დაძაბული და უკვე ფსიქიკურად დაზიანებული ჩდება, იმიტომ რომ თავის ქმართან როცა წევს ის ხალი იმაზე ფიქრობს, რა სიბუნძუროს ვაკეთებო, ხალხო მოდით გონს. როცა განტვირთვის საშუალებაა ეს ღმერთთან კავშირში მიდი, ყველანაირი სტრესი გეხსნება ამ დროს, როცა შენ თუ განიცდი ორგაზმს. შენ თუ არ განიცდი ორგაზმს, დაავადებული ხარ, ესე იგი. ავად ხარ, უნდა უმკურნალო ამ საკითხს. ფუ მან არ მოკიდო ხელი. ყველანაირად დაზიანებულები ვართ. საზოგადოება არის დაჩეხილი. ცნობიერად დაჩეხილია საზოგადოება. ამიტომ ეშინია საზოგადოებას ამ საკითხებზე განხილვა. ამ საკითხების განხილვა და ამაზე ხმამაღლა საუბარი. როცა უნდა ყვიროდეთ, ხალხო, რეებს გვიკეთებთ. რას გვაჩლუნგებთ? რატომ გვამონებთ? რატო? სრული უფლება აქვს ადამიანს ორგაზმი განიცადოს. არაფერი ფუ და არაფერი სიბინძური ამაში არ არის. შენ თუ აქ თავში არ დაუშვებ, რომ სრული უფლება გაქვს ორგაზმის, შენ ვერასდროს ვერ განიცდი ორგაზმს. იცით რამდენი ქალბატონი არის დაავადებული ამით, რომ ვერ განიცდი, ცხოვრებაში ორგაზმი არ განუცდია. და ვერ შვება, ვერ აღწევს იმას, იმიტომ რომ თავში აქ ჩაჭედილი ის, რომ ეს ცუდია და ფუა და ეს სიბილწია და ეს ცუდი რამეა. ამიტომ ამოიღეს მერე ქრისტეს ცოლი არ ყავდაო. სად არ ყავდა ბიჭო, ქრისტეს ცოლიც ყავდა და შვილებიც ყავდა. არა, ანძრევდა. ბებია თქვენისამა რა. ხალხი რა დონეზე დავიდა, რომ აი ამ ხელა საკრალურ თემას, ამ ხელა სასწავლია ეს საკითხი, ხალხო, სასწაულია. თქვენ რო დაუფიქრდეთ ეს რა სასწაული რამე ხდება ამ დროს, როგორ ჩადის სული სხეულში და როგორ განიცდის მერე ის ზრდას და ადამიანად როგორ ყალიბდება, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მე ამაზე 5 წელი ვიფიქრე. 3 შვილის გაჩენა დამჭირდა იმისათვის, რომ გამეგო ეს რა პროცესია, ხალხო, იცით თქვენ? ამაზე ფიქრის საშუალებასაც კი არ აძლევენ ადამიანებს, ფუო იძახიან. აი, იცით რა მომენტია, რამდენი ძალისხმევა დამჭირდა ამაზე, რომ მეფიქრა რა მომენტია ეს, რა პროცესია, როგორ ხდება შეერთება, როგორ ხდება დაბადება, როგორ ხდება, აი ჩასახვა როგორ ხდება, ამაზე რომ იფიქრო, ჯერ ეს ფუ უნდა მოიშორო რა. ამ საკითხს როგორც სასწაულს და როგორც წმინდას ისე უნდა შეხედო რა. ფუ ხალხო, ამით გაიგებ რა არის ღმერთი. ამ პროცესით იგებ მხოლოდ ღმერთი რა არის. ქალი რო შვილს აჩენს, ის ღმერთია უკვე რა. ის შობს, ის წარმოქმნის იმან შემოქმედმა ჩვენ შექმნა და ჩვენ კიდე შვილებს ვქმნით, ხვდები და შენ კიდე ფუო ამას უწოდებ. ვტირი ვარ ხალხო, რეებს ლაპარაკობთ. გამოჯამრთელდით რა. გამოჯამრთელდით ხალხო. ქრისტეს არ სჭირდება დაავადებული როდამდე ვიყო თქვენთან, კიდევაც თქვა კაცმა, არ სჭირდება ავადმყოფები, ჯანსაღი ხალხი, თვალნათელი და ყურნათელი ხალხი სჭირდება ქრისტეს. არა ხართ თქვენ ქრისტიანები, სანამ თქვენ ამ ორგაზმს უწოდებთ ფუს. არა ხართ თქვენ ქრისტიანები, თქვენ სადისტები და სატანები ხართ. მაინც რო აკეთებთ და მაინც რო ფუს და იმას სიბინძურეს უძახით ამას რა. თუ სიბინძურეს უძახი ამას, მაშინ წადი მონაზვნად, არ დაგინახო შენ ქმართან დაწოლილი ან ვინმესთან საერთოდ რა. თქვენ თუ ამას სიბინძურეს უწოდებთ რა. და კიდე რო გათხოვებაზე ვფიქრობ, სიბინძურეაო და კიდე რო ან ქმარი რო ყავს და ან გათხოვებაზე რო ვფიქრობ, მაინც რო სიბინძურეს უწოდებ ამ საკითხს რა. შეიძლება გავიგო მონაზონმა რო თქვას, რომ სიბინძურეაო, რაღაც თავში გადაეკეტა და აღარ უნდა всё სიბინძურეთ აღიქვა და всё, მაგრამ შენო კიდე ქმარი ყავს გვერდი და კიდე ან ქმარზე ფიქრობ, ხო? კარგი რა. ორნოები უნდა აიკრძალოს, თესლი იღვრებაო, აია წერს.
იცი რა არის? პორნოები თესლი რო იღვრება, იმიტომ კი არ არის ცუდი. პორნოები არის ცუდი ადამიანს აკარგვინებს უნარს, რომ ქალთან ან მამაკაცთან კონდეს გამართული ურთიერთობა. როდესაც ადამიანი პორნოგრაფიაზე არის დამოკიდებული, ის ვერ გრძნობს, მაგრამ კარგავს თანდათან რეალურად კომუნიკაციის უნარს ადამიანთან. შემდეგ არამხოლოდ რეალურად კომუნიკაციის უნარს კარგავს ქალთან ან მამაკაცთან, საპირისპირო სქესთან, არამედ ასევე კარგავს იმის უნარს, რომ ამ ადამიანთან, როდესაც ფიზიკურად არის სიახლოვეში, მასთან პოტენციურობა გამოავლინოს. ამიტომ თესლი საკმარისი აქვს მამაკაც რა, დაიღვაროს თუ უნდა რამდენიც გინდა იმდენი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი კარგავს უნარს. საპირისპირო სქესთან კავშირის უნარს კარგავს. და თუ ეს უნდა ადამიანს, მისი ნებაა, კაცო, რამდენიც გინდა იმდენი პორნო ნახოს, მაგრამ თუ ჯანსაღად ცხოვრება უნდა ადამიანს, ხო? არ შეხედავს ეგეთ რამეს რა. საერთოდ პორნოგრაფიას ვინც უყურებს, იმას აკლია რაღაც. აკლია, ანუ რაღაცას ეძებს, გესმის? და ეს რასაც ეძებს არის გარეთ, საპირისპირო სქესია, მაგრამ იმის უნარი რომ დაკარგული გაქვს, რომ რატო გაქვს უნარი დაკარგული? ფინანსური საკითხების გამო გაქვს უნარი დაკარგული, რომ შენ დღევანდელობაში არ გაქვს იმის საშუალება, რომ თქვა საპირისპირო სქესი დაპატიჟო რამეზე სადმე ან გახვიდე მასთან ერთად. ეს ჩაბეჭდილია, არც ეგ არ არის საჭირო, რომ მაინც და მაინც ფული დახარჯო, რომ საპირისპირო სქესი გაიცნო, მაგრამ ჩაბეჭდილია დღევანდელი მედია ამაზეა კონცენტრირებული, რომ შენ ფული გახარჯვინოს, გესმის? შენ თუ ფული არ გაქვს, თავს კომპლექსიანად გრძნობ, თავს ისე გრძნობ, რომ თითქოს არ ხარ მიღებული, ან რამით ნაკლული ხარ. აი ყველაფერი ერთმანეთზე ისე კარგად დააწყო და აალაგა ბოროტმა სისტემამ, რომ ქრისტე უკვე გაქრა ხალხო. აგერ რადგინა ქრისტიანობას უწოდებ თავს და საპატრიარქოს გვერდზე შანგრილა გვიდგას, იქ სათამაშო კაზინოა ხალხო, საპატრიარქოს გვერდზე კაზინო გვიდგას. ეს არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს საქართველოს გარდა რა. საპატრიარქოს გვერდზე კაზინო შეიძლება იყოს? კაზინო საერთოდ არ უნდა იყოს ქრისტიანულ ქვეყანაში. რა პორნოგრაფიაზე მელაპარაკებით? ბრატები არიან ილია მეორე და კაზინოს წარმომადგენელი, ძმები არიან, გადახვეულები არიან, როგორც შენობებით, ისე პირადშიც გადახვეულები არიან ერთმანეთს. მღვდელი რო იმას არიგებს ქალს, რომ აიტანეო, შენი 4 შვილის დედას რო არიგებს იმას, რომ შენი კაცის მრუშობა აიტანეო, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ გაიყრები უფრო ცუდი იქნება შენი შვილებისთვისო, აი მაგ მღვდელს ხომ თავი უნდა მოაჭრა ჯერ და გადააგდო მტკვარში ორივე სხეულის და თავიც. და მერე იმ დედას რა უთხარი 4 ბიჭის დედას, რომ 4 ბიჭის დედა რომ იმ მაგალითს მისევს თავის შვილებს, რომ ჩემი ქმრის მრუშობა ავიტანო. აი ეს 4 ბიჭი როგორ უნდა გაიზარდოს? იგივენაირად მრუში მამამისივით, ხო? იმიტომ რომ დედა დაჩმორდა. დედამ დაუჯერა სადისტ მღვდელს და გაითვალისწინა, რომ უნდა კარგია თურმე რომ მრუშქმარს რო აიტან. როცა ქრისტე გეუბნება, როგორც კი საფუძველი გაქვს იმის, რომ შენი ქმარი ან შენი ცოლი მრუშობაში დაიჭირო, მაშინვე გაქვს იმის უფლება, რომ გაშორდე, იმიტომ რომ მასთან ყოფნა უკვე მრუშობაა. არა, ამ მღვდელმა უფრო კარგად იცის, ვიდრე ქრისტემ რო გვარიგებს ის. გესმის? ამიტომ არის, რომ არც ახარებას იცნობთ, არც ქრისტეს იცნობთ, არც რამეს ვიცნობთ ჭეშმარიტს და ფულს და სიბინძურესში ხართ მთლიანად ამოგვანგლული, იმიტომ რომ ესე გითხრეს ვიღაც სადღაც ყური მოკარით და არც იფიქრეთ რატო საზისხარი, რატო? სიტყვა რატო, რა კარგი რაღაცაა, კითხვა, კაცო, დაუსვით თქვენ თავებს. ხო, მაგრამ შემოbrunდება პირიქით ყველაფერი და ილია სხვანაირად დაიწყებს მოქმედებას. ილია წივეღარანაირ მოქმედებას ვერ დაიწყებს, უკვე საიქიოს არის და არც იქ არ არის და არც იქ იღებენ და არც აქ
არის უნარიანი, არც აქ აქვს უკვე რამის უნარი და რა შემოტრიალდება, ეგ დრო მიცის. დაფიქრდით რა არას ლაპარაკობთ რა, დაფიქრდით და აი ყველაფერს დაუსვით კითხვა, რატომ? ლიკვიდი დოგმა რა არის, იცით? დოგმა, რომელიც აი ჩამოგიყალიბეს და დაგიდეს ცხვირწინ, რომელიც არასწორია ყველა დოგმა. აბსოლუტურად ქრისტე ვერ იტანდა დოგმებს, ქრისტე დოგმებს ამსხვრევდა და არანაირი დოგმით არ საუბრობდა ქრისტე კაცო. დოგმა, რომელიც დაგიდეს წინ, ნებისმიერ საკითხში, რელიგიური თუ ისე, ყოფა ცხოვრებო, კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენო. ყველა დოგმა. რატოა ეს ესე? რატო უძახიან ამას იბინძურეს? და აი მაშინ განათლდები ხალხო რა. და ღმერთს არ ჭირდება ბნელი ხალხი, ღმერთს განათლებული ხალხი სჭირდება. ანგელოზები როგორ ეკონტაქტებიან ადამიანებს, ცნობიერებით შემოდიან და არა ისე გამოცხადებით. გამოცხადება ადრე იყო საჭირო, დღეს ცნობიერებაა უკვე. ცნობიერებით მოდიან, ის ფიქრი რო შემოვა შენს თავში, რო აზრი რო შემოვა, ის ანგელოზის მოწოდებული აზრებია. აბა შენ რა გგონია, რომ ანგელოზი გამოგეცხადება დღევანდელობაში? არ გამოგეცხადება ანგელოზი. ეხლა უკვე სხვანაირად სიხშირე ამაღლებულია, აღარ სჭირდება ანგელოზს იმ ენერგიის დახარჯვა, რომ გამოგეცხადოს და გითხრას რამე, აზრს გაწვდის პირდაპირ და იგებ. და შენ თუ იმაზე ლოდები ჯერ კიდევ რომ ანგელოზები გამოგეცხადებიან და ვინმე დაიწყებს შენთან საუბარს ზეციური, მაგარი ჩამორჩენილი ყოფილხარ რა ცნობიერებაში და ეგ არის. დარჩენილი ხარ ძალიან უკუნში. ჩვენ ვართ ეხლა უკვე სინათლის შვილებში ავდივართ. სინათლის შვილი თუ არ ხარ, რანაირად გინდა ჯერ კიდევ ანგელოზს თუ ელოდები რომ გამოგეცხადოს. და მხოლოდ მაშინ თუ დაიჯერებ ანგელოზების არსებობას. გათვითცნობიერდით და არ დავინახო რომ მეორედ სექსზე ან ორგაზმზე სიბინძური ან ფუთქვათ რა. თორე პირდაპირ მნიშვნელობით აგაკრავთ კედელზე რა. ბედნიერ საღამოს გისურვებთ მეგობრებო თქვენს მეუღლებთან ერთად, შეყვარებულებთან ერთად, აბა თქვენ იცით, განიტვირთეთ, ამოდით სიბინძურიდან და განიცადეთ ორგაზმი რა, ცუდია, არ არის ცუდი, კარგია, იმიტომ რომ მოეშვებით, დაწყნარდებით, ჰორმონები, რომელიც ამ დროს გამოიყოფა თქვენს ორგანიზმს ჯანმრთელად და გააჯანსაღებს და აღარ დაგჭირდებათ ბევრი წამლები რა. მართლა, გაკოცით ახლა. ბედნიერ საღამოს გისურვებთ.